ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იწყება, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ უწყებას. მოგესალმებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ინტერნეტით ნარკორეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების გასაღებასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლობა რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანო შეძენა შენახვის, ასევე ინტერნეტის გამოყენებით, ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების საქმეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიები დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ. ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ. სამართალდამცველმა 2 მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს. კერძოდ 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება, ბუპრენორფინის შემცველი სითხე, 187 გრამი MDMA და ნარკოტიკული საშუალება ნორფენტალი. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულების მითითებით სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ დაფასებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 19-260 მუხლებით მიმდინარეობს. ასევე მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ამოღებულია 12 კილოგრამამდე ჰეროინი, 980 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი, 2200 აბი ექსტაზი, 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცეს 477 პირი. მადლობთ.